რა მოგვიტანა 100 დღემ პროტესტისა ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ რომ ის საერთაშორისო მხარდაჭერა რაც დღეს კონკრეტულად საპროტესტო ელექტორატს აქვს და ზოგადად ქვეყანას აქვს სწორედ იმის დამსახურებაა რომ ჩვენ 100 დღის განმავლობაში ესე უკომპრომისოდ ესე უშიშრად და ესე აი მონოლითურად შეკრული ვდგავართ რუსთაველის პროსპექტზე არც ქარი, არც სიცივე, არც ყინვა, არც ჯარიმები არაფერი არ გვაშინებს და შესაბამისად სწორედ ის სისულელეები ეგრეთ წოდებული რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ახალი კანონების მიღებასთან დაკავშირებით სწორედ გამოწვეულია იმით რომ ჩვენ ქუჩაში ვიდექით ანუ რაც უფრო პროტესტის მუხტი მეტი იყო უფრო მეტ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ თუ დავაკვირდებით წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ რომ უბრალოდ ბრძოლა შეგვეწყვიტა რუსული კანონი მივიღეთ არჩევნები გაყალბდა და არ გაგვეპროტესტებინა ხო აი იმის მას მერე რამდენი არაადეკვატური მოქმედება გააკეთა ხელისუფლებამ სწორედ იმიტომ რომ ქუჩაში ხალხი იდგა გინდა ადმინისტრაციულ სამართალდაღულებათა კოდექსში ცვლილებები გინდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები გინდა ის დაანონსებული ახლა რასაც აკეთებენ სამშობლოს ღალატის მუხტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ანუ ეს ყველაფერი ხომ სწორედ გამოწვეულია იმისგან რომ ჩვენ აი მედგრად და მართლა ძალიან ბოლომდე უშიშრად ვიდექით და ვდგავართ რუსთაველის პროსპექტზე ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავინახეთ უპირველესად ის დავინახეთ რომ ვიდრე ჩვენ ქუჩაში ვდგავართ არის არ მინდა სიტყვა მინიმალური გამოვიყენო მაგრამ ნამდვილად არის შანსი რომ ჩვენი მიზანი და ჩვენი მიზანი მივაღწიოთ და ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე მივიყვანოთ და ეს ორი მიზანი რა არის არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება როგორც კი მუხტი დამთავრდება როგორც კი პროტესტი დასრულდება მე ღრმად ვარწმუნებ ყველას რომ არანაირი ყველა შანსი და ყველა მცდელობა აბსოლუტურად განულდება და მოკვდება ჩვენი ოჯახის წევრების ციხიდან გამოყვანასთან დაკავშირებით გინდა თუ არჩევნებთან დაკავშირებით. ანუ იმის თქმა მინდა რომ ქუჩაში პროტესტი ქმნის იმედს გარდა იმისა რომ თქვი რაც საქმეებიც გააკეთა ამ პროტესტმა ეს არის კიდე იმედი ჩვენი შვილების ამ შემთხვევაში სანდროს ძმის ჩემი შვილის და სხვა პოლიტპატიმრების იმედია ისინი ყოველთვის ქუჩას უყურებენ და იციან რომ ქუჩა არის დღეს მათი გადამრჩენი ამ ქვეყნის გადამრჩენის და მათი პოლიტიკური ცხოვრების ზოგადად ცხოვრების გადამრჩენის რომ არ ჩარჩენ მრავალი წლის განმავლობაში ციხეში ანუ თუ შევხედავთ ის მოცემულობა რაც შეიქმნა და რაც შექმნა ამ ხელისუფლებამ იმას რომ პროტესტი მოყვებოდა ეს ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს რომ ჩვენ ქართველები მენტალურად არ შევეგუებით დიქტატურას, არ შევეგუებით ავტორიტარებს, არ შევეგუებით ქაკალბებული არჩევნებით მოსულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს თავის დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებით ნებისმიერი სახით დამთავრებული უბრალოდ ხულიგნურად ადამიანების დაკავების ქუჩაში ტიტუშკების გამოყენება გინდა აი ის კრიმინალი რომელიც შეზავებულია ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავ ორგანოებთან და რაღაც ერთობლივ ოპერაციებს ატარებენ იქ მაჩეტით გამოდის ადამიანი რომელსაც პოლიციელი ამოუდგება გვერდში და მიაცილებს აი ტანდემში მუშაობენ აი ეს ყველა ეს უბედურება ჩვენ უნდა დავამთავროთ სწორედ აი საპროტესტო აქციებით და საპროტესტო აქციებმა უნდა გამოიღოს შედეგი ახლა მეორე ნაწილს გეტყვით რა იმედი მაქვს იმედი სწორედ ქუჩაში რომ არის გითხარით და იმის იმედი მაქვს მე რომ ჩვენ ქართველები შევთანხმდით ერთ რამეზე რომ არავის არ მივატოვებთ ციხეში ამაში ვართ ღრმად დარწმუნებული და შეთანხმებული რომ ციხეში არ ჩავტოვებთ ამ ბავშვებს და ამ ქვეყანას აუცილებლად მივხედავთ მეორე საკითხია კიდე რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს დადებით შედეგს ზე არ იმუშავებს დე ფაქტო ხელისუფლების მისამართით პირიქით ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებს ყოველთვის იმდენად რამდენადაც ყველა გადაწეული დრო რითაც
რაც ისინი იხანგრძლივებენ თავიანთ არსებობას, მათ საწინააღმდეგოდ იმუშავებს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ხო რა იზოლაციაშია მთელი ქვეყანა ევროპას ზურგი ვაქციეთ, დასავლეთ ზურგი ვაქციეთ და წავედით ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, არ ვიცი საიდან მოიტანეს რომ იქედან რამე ისეთი გამოტანა შეიძლება რომელიც მათ დღეებს გაუხანგრძლივებს, თვეებს გაუხანგრძლივებს. ანუ ეს ყველაფერი აუცილებლად პოლიტიკურ, ეკონომიკურ ერთობრივ კონტექსტში დაჯდება ჩვენი ერთ დღეს და არ ვიცი მე ძალიან უგუნურები თუ არ არიან და ერთი ჭკვიანი კაცი მართლა თუ არ ყავთ იმ გუნდში, როგორც ოლიგარქს უყვარს ნათქვამი, ნუ თუ ერთი ჭკვიანი კაცი არ მოიძებნა იქო, ნუ თუ მართლა ერთი ჭკვიანი კაცი არ მოიძებნა იქ, რომელიც ეთქვის რომ ამ პოლიტიკურ ცხოვრებას, ამ პოლიტიკურ სიტუაციას აუცილებლად ეკონომიკის ჩამონგრევა მოყვება ადრე თუ გვიან. ეს დროის ფაქტორია, თორე ყველა მიცის ნებისმიერ ეკონომის კითხეთ თუ არ გეტყვით ანალიტიკოს რა შედეგებს მოიტანს ეს და მე რა ვიცი ვურჩევ რომ ვიდრე დაანგრევენ ეკონომიკასაც მისულიყვნენ სწორ გადაწყვეტილებამდე. ამ ყველაფერს აკეთებს სწორედ ქუჩა, ამ ყველაფერს უზრუნველყოფს და სწორედ ის ასიდღე და კარგი იქნება თუ ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება ეს და რაღაც ლოგიკურ ჩარჩოებში მოვა de facto ხელისუფლება და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, სწორი გადაწყვეტილება კი ვიცით რაც არის და ამ ქვეყანის გამოსავალი არის არჩევნები, პატიმრების განთავისუფლება და პოზიცია, ოპოზიცია, ხალხი, პროტესტის გაერთიანება ქვეყნის მშენებლობისათვის. აი ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ როგორც თქვით ასეთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს არალეგიტიმური ხელისუფლება და ნიშნავს არჩევნებს გამოუშვებს პოლიტპატიმრებს გარეთ.